Pentru că gazele, dacă s-a lucrat de sahareba, la vazlierებს და სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ გავძლიერდეთ წვენაში, გავძლიერდეთ სიყვარულში, გავძლიერდეთ იმედში, სასურველში. ჩვენი ცხოვრება მართლაც საოცარი საიდუმლოა. ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირისკენ მოძრაობაა. მართლაც საოცრება, როდესაც ადამიანი ერთი ნაპირიდან, უცმუნოების ნაპირიდან უყურებს მეორე ნაპირს, რომელიც არ ჩანს, როს არის და ჰორიზონტზე კონტურები ძვლის ჩანს და ფიქრობს, მე და როდის გადავალ ამ მორწმუნე მხარეს, მორწმუნე ეკლესიის სავანის მხარეს, როდის იქნება რომ მორწმუნე აზრით, სიტყვით და საქმით სულ მთლიანეთის მარცხი ვიხდება. ფიქრობს ამას და ცდილობს რომ გადავიდეს, მაგრამ ეს ღვთისმშობლის ოკეანე, ეს ღვთისმშობლის დიდი მდინარე, ეს ძლავია, რომ ადამიანი მარტო ამას ვერ შეძლებს. ვერანაირად ვერ შეძლებს, მაგრამ წაიღებს, სანამ მხარი მორწმუნე გახდება, უამრავი ბრძოლა იქნება. და ვიცით, ბრძოლები არ გვაქვს სპორტულ საბჭოთაშიც, არც ხსნელში, არც მარხვაში, არც ხილული, არც უხილავი, არც აზრით, არც ცირკვით, საქმით, ყველანაირი არის ეს ბრძოლები ყველა მიმართულებით შემოდის, მაგრამ სანამ აი მოძრაობ ბიურჯის მებრძოლ ეკლესიაში ვართ, ვინ არის უცნობელი? ყველანი ცნობილები ვართ, მაგრამ ერთი სტატისტიკას არ აწარმოებს, ვინ უფრო მეტად ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილია, რა თქმა უნდა არა. ის უყურებს ადამიანის გულს, გონებასაც, მაგრამ განწმენდილ გულს უყურებს, განწმენდილ გონებასაც. გული და გონება და კიდევ სხვა ცენტრები, მაგრამ განსაკუთრებით გული არის უფლისათვის ყველაზე ძვირფასი ორგანო, სულიერი ორგანო, რომელსაც ეუბნება გული შენი მომეცი მეო, შენი გული. თუ ქრისტიანობა გულზე გამოვარი რელიგია, გონებაზეც, მაგრამ განწმენდილ გულზე პირველ რიგში. თუ ადამიანში გულში შედის უფალი. და აი ეკლესია, რომელიც დავარქვათ ნავია თუ გორამია თუ დავუშვათ დიდი ხომალდია, ხო, რომელსაც თავისი მესაჯი ყავს უფალი, რომელსაც ჩვენ უამრავი ისახური მასულით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოვალეობებს, რომ ეს ეკიპაჟი, ეს ხალხი, ეს მგზავრები, რომლებიც არიან ბევრი, მშვიდობით გადავიყვანოთ მორწმუნე მხარეს და მშვიდობითი ცხოვრება ეგირსოთ მათ. განსაცდელებიდან წარმატებით გამოვიდნენ, მინიმალური დანაკარგებით გამოვიდნენ, ცხოვრება შვიდი კონდეთ, ვისაც ვილოცულობ გამკვერექსებში ყველაფერს ხო ვილოცულობ, ვამბობთ რომ მშვიდობით ღვთისმშობლად ვილოცულობ და ასე შემდეგ მთელი თხოვნების მთელი კასკადია, მთელი მაქსიმუმის და მინიმუმის, რაც საჭიროა ადამიანისათვის ამ თხოვნებში მოცემული, უბრალოდ ამას ახსნა განმარტება და არსებობს ამას ახსნა განმარტებები ლიტურგიაში, რომლებიც ადამიანს სჭირდება ყველაფერი მოცემული და გაშლილი. თუ ამას გავაფართოვებ და გავშვი, მარტო ამავაჩვენოს განმარტება იმდენია, ასობით გვერდი, რომ ის იმდენ რამეზე აგვიხელს თვალებს, რომ საოცრებაა თითქმის იმ ნაპირზე შევდგამთ ვერც უნდა. მაგრამ მანამ სანამ ვიმყოფებით ამ ხომალდზე, ჩვენთვის ერთი რეალობა არსებობს. წყალი, ეს ბრძოლა, ეს გამდინარე საოცარი იაღვარი და ის ნავი და გარემო ხალხი და მესაჯი, რომელსაც ვუყურებთ, რომ მშვიდობით გადავიყვანოს. აი ეს რეალობა არსებობს ჩვენთვის ამ დროს და თანდათანობით, როდესაც უახლოვდებით ამ ნაპირს, ეკლესიის წიაღის ნაპირს, რომელშიც შევდივართ, ნელ-ნელა, თანდათანობით მივიწევთ წინ სარწმუნოებაში სრულყოფილებისაკენ, ხომ ეხბაშად თქვა გადავაფრინდებით, ხომ ნელ-ნელა მივიწევთ წინ. როცა მივალ და გადავდივართ იმ ნაპირზე და ვართ ეკლესიაში მოვდივართ საზიარებლად და მოვდივართ მარტის მისაღებად ამ ნავს ტოვებთ, ვაბამთ, ტოვებთ, რომ სხვამაც ისარგებლოს და უშოთ რაღაცა და ვამბობთ იაღვარს. არც თან მიგვაქვს ეს ნავი, ხომ, რომ გადასული მეორე ნაპირზე უკვე აღარ საჭიროებს იმ ტრანსპორტის თანხმოვარდნები ტრანსპორტს. ტოვებ, რაც ზედმეტია, ტოვებ და რაც მიზანშეწონილია შედის იმ ტოპოსში, ლოკაციაში ყველაზე უფრო საჭირო ინსტრუმენტები მიმართები წინ მიდიხარ რა სულიერი კომპასი ყოველთვის უფლისაგან მიგითითებს და გზას პაველი ანგელოზით იხსნის, რასაც გისურვებთ. აი ეს გზა, ეს მიაღვარი, ეს მეორე ნაპირი, ზუსტად აი ეს ეკლესია, ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ესეც მათ შორის რომელიც ქრისტეს სხეულია და აქ მოსულებით უკვე სულ სხვა საკვებს ყოფილობთ, სადაც არის ჩვენთვის სულიერი საკვები, ჩვენი ასობისა და
ხორციელი საკვების. ჩვენ თავარი სულიერი საკვები, თავარი არის სულიერი საკვები როცა გაქვს, მაშინ ხორციელის მოგეცემა, მაგრამ ყველაზე მწვავე სულიერი შიმშილია. როცა ადამიანი სულიერად იტანჯება ჭეშმარიტების შეუცვლებლობისაგან, აი ეს არის ყველაზე საშინელი შიმშილი. ეს უფრო მეტად გადასატანია და ძალიან უფრო მეტად ძნება გადასატანი, ვიდრე ხორციელი შიმშილი. რა თქმა უნდა, იმაზე არ ვიზახებ, ისთვისაც ყველაზე დიდი ესთეტიკური თუ ფიზიოლოგიური სიამოვნება ცხოვრებაში კარგი საკვების მიღება და ეს ტიპაჟების უცალიზახი ისინი ალბათ მივლენ სულიერი საკვების განცდამებს, მაგრამ სანამ მივლენ თუ მათთვის მხოლოდ საუკეთესო ცხოვრების საზრისი ხორციელში გამოიხატება და ხორციელ ბიოლოგიურ საკვებში გამრავლებასა და ძილში, მაშინ ჯერჯერობით ისინი ცოტა უკეთესი არიან ვიდრე ფიზიოლოგიურად ცხოვრები არსებები, რომლებიც იზრდებიან, ჭამენ, ძინავ, მრავლდებიან და სამძებიან. მაგრამ ჩვენ უფრო მაღლა უნდა დავიდეთ, ვიდრე ეს მხოლოდ ცხოვრება ჭამისთვის თქვენ არ გიხდით. საერთოდ ასე არ უნდა. ჩვენ ჭამთ, ვიკვებებით, მარხვაც ეს არის. ჩვენ ვიკვებებით შეზღუდული რაციონით, მენიუთი, რომელიც მარხვაში მოგვეცემა. იმისათვის რომ ვიცხოვროთ ხის გამო და არა ცხოვროთ იმისათვის რომ ჭამოთ. და ჩვენ არა მარტო ფიზიკური საკვებით ვიკვებებით, ჩვენ ემოციონალური საკვებით ვიკვებებით. საკუთარ ჩვენში უამრავი ტოქსინები და შხამები შემოდის, როგორც ხილული, ისე უხილავი, როგორც ვიზუალური, ისე აუდიო, ასევე სხვა კიდევ რასაც ვერ ხედავ ჩვენ ნაკადებს, რომლებიც არსებობს ვერ ხედავ, მაგრამ ვძნობთ ხოლმე შემოდის ჩვენში და გვაჯოჭყიანებს ეს. რაშიც მარხვაში ხას უსვამთ იმას, რომ ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენი პრინციპი არსებობის არის არა მარტო ბიოლოგიურ კურსში, არამედ იმ სულიერ კურსში, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, რომელიც გამოდის პირისა და მისისა, ღვთაებრივი ხელდურმენი ენერგიები, მადლი და მადლით ვიკვებებით რა, ჩვენი ცხოვრების არსებობის პრინციპი ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაში და ცხოვრების საზრისამდე მივდივართ. აი ეს არის ის მთავარი, რაც უნდა მეთქვა და აი ზუსტად ეს გვაძლიერებს სპენდეში დღევანდელი სახარებაც, რომ წმენა, რა თქვა მე, წმენა, მათ აი მათ წმენა ქრისტესი და წმენა მიცხოვლებზე ლაპარაკი როცა იწმუნეს, აი ეს წმენა მას სულ სხვა ახალ ცხოვრებას საგებს, ახალ ძალას, მეორე სუნთქვას, ახალ სულიერ განახლებას და ზიარებას, რომლებიც ეზიარებით, ახალ ძალას, გამტკიცებას, გონებისა, გულისა მიიღეთ და თქვენი სული სამშვენიერი სხეული უფრო სრულყოფილი გახდება. სრულყოფილების ნიშანი კი მშვენიერება, რადგანაც რაც სრულყოფილია, მას მშვენიერების ბეჭედი წააგებს, ღვთაებრივი მშვენიერებისა, ქრისტიანული მშვენიერებისა, რასაც ასევე გისურვებთ. კიდევ დაგხვდეთ და წარმატება გისურვებთ ამ ყველა უამრავ რაღაცაში რა ვთქვა და კიდევ მეორე რამე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ლექციას როგორ დაეწყოს სამი გულოსად ხა და მადლობა ჩვენს ისმესეს თქვენ ყოველდღე ამ